დაიწყო წერა პოემისა. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. პირველად შოთა გავიცანი მისი ნათესავის დღეობასა. მიმიყვანა მამიდა რუსუდანმა. შოთა გამაცნო დემეტრე უფლისწულმა. მოვიდა, თხოვა, გამომყევი, პოეტი უნდა გაგაცნოო. ვერ გავიგე. შოთას სახელი არ გამეგონა. მითხრა, კარგი კაცია, განათლებული. კარგი ლექსები აქვს დაწერილი, გაგაცნობო. ვიცი მოგდიცხვნისო. გავყევი დემეტრესა. ჩვენმა მისვლამ დააბნია. იდგა, ხმას არ იღებდა. მეგონა ვერ ბედავდა ხმის ამოღებასა. ვიდექი გაკვირვებული. დემეტრე დაიბნა. მერე თქვა, გაიცანი თამარი, ბაგრატიონის სამეფო გვარისა. ასული მეფე დავითის ძმისა გიორგისა. კაცი ისევ ჩუმად იყო. ჩუმად ვუთხარი დემნასა, კიდევ რომ თქვა კარგი პოეტია არ დაგიჯერებ. ერთი სიტყვა ვერ გაიმეტა. მისი კარგი ლექსები რა იქნება თქო. გაქვავებული იდგა. გეგონებოდა შორს ჩვენგან, ძალიან შორს და ძალიან მაღლა არისო. უხმოდ ჩაფიქრებული გასცქეროდა სივრცესა. ბრაზმა ამიტანა. არ ვიკადრე. ვფიქრობდი, თვითონ მივედი. მეგონა გაუხარდებოდა. არაფერი ეტყობა სიხარულისა. იქცევა თითქოს ვერ შემამჩნია. უზრდელი და უკარება მგონია თქო. მინდოდა დემეტრესთვის მეთქვა ყოველივე. გავჩერდი დემეტრეს ხათრითა. მერე დავაპირე გავცლოდი ამ კაცსა. უფლისწული გაკვირვებული იყო, ვერაფერი გავიგეო. მერე როგორ მეამოთქვა, მომიტევეთო, გონება წამერთვაო. ვერ ვინძრევიო, ლამის დავარდეო, ენას ვერ ვაბრუნებო. ასეთი სილამაზე პირველად ვიხილეო. მეგონა მზე ჩამოვიდა. მისმა მხურვალებამ ხელფეხი წამართვაო. გამიხარდა. თურმე ენა ჰქონია კაცსა. თურმე კარგის თქმა შეძლებია თქო. დემეტრემ მითხრა, გონება შენ წაართვი კაცსა, შენვე დაუბრუნე. კინაღა მეგობარი დავკარგეო. ორივე გვერდით მოგვისვა დემნამა. გაგრძელდა ლხინი. ცოტა დავლიე. შოთა გვარიანად მიირთმევდა სასმელსა. მერე ერთად ვიმღერეთ, ვიშაირეთ. გვარიანად დაელია მამიდა რუსუდანსა. სიმთვრალე ეტყობოდა, უნდოდა ემღერა და ეცეკვა ყველასა. შოთა გვერდით იყო. არსად გასულა. მოვიდა რუსუდანი გაბრაზებული. რა გინდა ამ კაცთან, მთელი დღე არავისთან მისულხარო. ახლა მე მინდა ავშავი მუსაიფიო. გარეთ გამიყვანა. მითხრა, მალე გამოვალ, წავიდეთო. მეგონა დაემშვიდობება მას პინძელსა, მალე მობრუნდება თქო. თურმე მისვლია შოთასა. მითხარი რას ესაუბრებოდი თამარსა. არ მოგცილდაო. უთქვია შოთასა, არაფერი მითქვია, კარგი წიგნების წაკითხვა ვურჩიო პატარასაო. რუსუდანს უთქვია, მომეჩვენა კიდევ სხვა ბევრი უთხარიო. მერე გაჯავრებულა, არიკადრო უღირსობა თამარი პატარაო. თურმე გაკვირვებული ისმენდა შოთა. ხმა არ ამოუღია. ადგა გარეთ გამოვიდა. დადგა მოშორებითა. ეტყობოდა ინერვიულა, უხერხულად გრძნობდა თავსა. არ იცოდა რა ექნა. ვერ პოულობდა ადგილსა. გადიგამოდიოდა. არ მიყურებდა, ცდილობდა დაემალა უხერხულობა. შორიდან ვაკვირდებოდი, არ უნდოდა გამოხედვა. სახე გაფითრებული. ვერ აკავებდა ღელვასა. ვეღარ შეამჩნევდი სიმთვრალესა. ვატყობდი წასვლა უნდოდა, ელოდა უფლისწულსა. დემეტრეს ნახვა უნდოდა. მისი მგობარი მთვრალი იყო, არ ჩქარობდა გამოსვლასა. მერე გადაწყვიტა არ დალოდებოდა. გაეშურა კიბესა, უნდოდა გასცლოდა იქაურობასა. დავინახე, თითქმის ჩაირბინა. გარეთ გავიდა სიბნელესა. გავხედე, ვერ გაარჩევდი ვერაფერსა. არ მიფიქრია რა მოჰყვებოდა, ჩავირბინე. ატირებული მივსდევდი ლანცსა. ხმა გაიგონა, მოტრიალდა, ეტყობოდა შეშინდა, რამე არ დაუშავდეს ბალხსაო. არ მიფიქრია მივვარდი. ორივე ხელით ჩავეხუტე. ამიყვანა ხელსა. მობრუნდა. ვითა ბალღმა ვაკოცე. ვანიშნე მამიდა ჩემი საქციელის გამოვიხდიდი ბოდიშსა. ატირებული, თავისივე ხელსა მიიყვანა სახლსა. მითხრა, აქ იყავი, მამიდას დაელოდეო. სთხოვა მსახურსა მიაცილე მამიდასთანო. მიტრიალდა, ჩქარა დაეშვა კიბესა. კაბა მეცვა. ვერაფერს ვამჩნევდი სიბნელესა. არ გამიგია. თურმე გამოსდებია რაიმესა. დამიხევია თურმე. მოვიდა მამიდამ ნახა ატირებული. ნახა კაბა დასვრილი, დახეული, იკივლა. ეგონა უღირსი აკადრესო. ხმა მაღლა გახკიო და არ ერიდებოდა. მაჩვენეთ სად არისო. ვუთხარი თვითონ გამოვედე, იმას ბრალი არ მიუძღვის თქო.
მერე ატყდა ვაივიში, აქეთ გიქით ჩურჩული, კისკისი, გაიქცა, უღირსი იკადრაო. მერე დაიწყეს ძებნა. მალევე იპოვეს, შორს წასვლა ვერ მოესწრო. მოვიდა, ნახა აყალმაყალი, გაკვირვებულმა იკითხა, რა მოხდაო? მისივე ნათესავმა, ბოცომ თავი გამოიდო, ასეთი როგორ მაკადრეო. მერე მალევე წავედით. მამიდამ, მოვშორდეთ ამათ სახლსაო. მერე გაირკვა, თურმე უღირსი არაფერი ჩაუდენია შოთასა. თურმე იმავე ღამეს მიბრუნებულა მამიდა. გამოუყვანია შოთა. ცილი დაგწამე, არ ვიცოდი. გამოვისყიდიო, შენთან დავრჩებიო. თურმე შოთამ არაო მოუშორებია, შესულა სახლსა. მერე თვითონ ვინახულე შოთა. მინდოდა გამეგო, თუ დაბრუნდა მამიდა რუსუდანი იმ ღამესა. დამიმალა, არაფერი მითხრა. თქვა გავაგდე. შეურაცხყოფა მომაკენაო. მერე ვთხოვე, თუ შეიძლება წავიკითხავ შენივე დაწერილ ლექსებსა თქო. დამპირდა, გადავწერ და მოგართმევო. გავიდა ხანი, მეგონა დაივიწყა კაცმა მიცემული პირობა. მერე მომიტანა დემეტრემა. შოთამ მოგართვაო. გამიხარდა. ავტირდი. დამცინა უფლისწულმა. წაკითხვამდე ატირდი, ნუ წაიკითხავ, ვერ გადარჩებიო. მალევე დავასრულე წაკითხვა პოეტის ლექსებისა. მომინდა მენახა, თვითონვე მეთქვა ქება პოეტის ხელისა. გავეპარე მამიდასა. მარტო მივედი. ვუთხარი წავიკითხე. ხელი კარგი გქონია, სათქმელი გწოდნია, მადლობის სათქმელად მოვედი შენთან თქო. თქვა, მიხარია, მარტო ნუ მოხვალო, თვითონ მოგართმევო, თუ რამეს დავწერო. არ მინდა შენივე მამიდამ გაიგოს. იგივე დღე გვაყაროსო. მოუბოდიშე მამიდას საქციელის გამო. მითხრა, შენ ბრალი არ გაქვსო. მაცალე, შენ მოგიძღვნი კარგ ლექსსაო. გთხოვ მამიდასთან არაფერი თქვაო. მალევე გამოუბრუნდი. არაფერი მითქვია, დავუმალე მამდიდასა. მერე მთელი დღეები ვფიქრობდი, ნეტავი რას დაწერს თქო. მეგონა ხათრი ვერ გამიტეხა, დამპირდა დაგიწერო. მერე მითხრა, მაშინვე მომეწონე, პატარა იყავი, ვერ ვფიქრობდიო. გავიდა დრო. დაიწყო ამბოხი უფლისწულისა. მალე დაატუსაღეს. თურმე ვერ აპატია მამიდამა. ამბოხის მერე გაუხსენა. თურმე ასეს დომებია მეფესა. დააბრალეს საზიზღარი. უკადრებელია აკადრეს კაცსა. გავიდა დრო. მოკვდა მეფე გიორგი. მაკურთხეს ვითა მეფე ქართველთა. ეკლესიის მამათა მთხოვეს თარგმნა წმინდა წიგბებისა. თურმე ვერ იგებდნენ ძველი ენით თარგმნილსა. ვეძებდი, მინდოდა თარგმნა სახარებისა. ვერ ვიპოვე კარგი მცოდნე ივრითისა. მირჩიეს პოეტი ყველას მჯობნიაო. თავიდან ვიკავებდი თავსა. მეგონა შოთა დიდი ხნის თავისუფალია თქო. ვფიქრობდი, მოცემული პირობა დაივიწყა. არ მინდა მიცემა დავალებისა. ვეზირმა თქვა, პოეტი ვერ თარგმნის ტუსაღიაო. გამიკვირდა, ამდენი ხანი ტუსაღად დარჩენილა თქო. დავმალე, მიხარო და გულის სიღრმესა. ტუსაღი ყოფილა, ვერ შეასრულებდა დანაპირებსა. მერე ვიხმე, მოვიდა. ლექსის მოძღვნა მინდოდა, პირობა მოგეციო. მეფე ხარ, ვერ გაკადრებ ლექსსაო. პოემას მოგიძღვნიო. ასე დაიწყო წერა მისვე პოემისა.